საიდუმლო ისრაელ-ამერიკულმა თავდაცვის კომპანიამ მაროკოში აშშ სამხედრო პოლიგონზე ახალი შორ-მანძილზე მოქმედი ფთოსანი რაკეტა კი რაკეტა გამოსცადა, ვითაც ეს ფარული იარაღის პროგრამა საჯარო გახდა. Covenant Industries აცხადებს, რომ მისი დაბალფასიანი ანთემის რაკეტა შესაძლოა მომავალ წელს წარმოებაში ჩაეშვას, რაც დასავლეთის სამხედრო ძალებს მისცემს უფრო სწრაფ და იაფ საშუალებას. Პოტენციურად აღადგინონ გამოლეული არსენალები. ტესტი ასევე ხაზს უსვამს მაროკოს მზარდ როლს, როგორც აშშ-სა და მისი მოკავშირეების იარაღის სატესტო პოლიგონის და მის განღრმავებულ თავდაცვით კავშირებს ისრაელთან. ეხლა გადავდივართ მაროკოში დოქტორ მოჰამედ ჩიტუსთან, რომელიც არის პოლიტიკური ანალიტიკოსი და რაბატის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. ეს არ არის პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო განვითარება მაროკოდან ბოლო წლებში. ხდება თუ არა რაბატი სამხედრო ტექნოლოგიების ახალ მთავარ ცენტრად. უდაოდ ის ხდება ამ სამხრივი თანამშრომლობის ცენტრი სამხედრო ტექნიკის სფეროში. და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან დაბალფასიანი ფრთოსანი რაკეტა წარმატებული აღმოჩნდა. და მისი გაშვება თუ დემონსტრაცია ძალიან კარგი იყო მაროკოსთვის, ისრაელისთვის და შეერთებული შტატებისთვისაც. და ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ კიდევ მეტი გამოცდა იქნება, მეტი დემონსტრაცია უახლოეს მომავალში ამ სამხედრო ტექნიკის მიმართულებით, მაროკოს, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის თანამშრომლობით. და ეს ასევე ნიშნავს, რომ სამ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სამხედრო თანამშრომლობა არსებობს. რეგიონში, სადაც საჰელში პრობლემები გვაქვს, როგორც იცით, ისლამისტებთან და სხვა მრავალ ადამიანთან ერთად. ასე რომ ვფიქრობ, საჰელის სტაბილიზაციას ესეთი ტექნიკა და ესეთი სამხედრო თანამშრომლობა სჭირდება. ეხლა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დროს ისრაელთან დაკავშირებული კომპანია ასე საჯაროდ ცდის სამხედრო ტექნიკას მაროკოს მიწაზე. კი, ვფიქრობ, თანამშრომლობა აღარ არის საიდუმლო, ყველასთვის ცნობილია, რომ მაროკოსა და ისრაელს შორის ესეთი ურთიერთგაგებაა. და მაროკო და ისრაელი ბოლო 2 წლის განმავლობაში გარკვეულ ალიანსში გადავიდნენ. და ეს ალიანსი სამხედრო და სხვა ეკონომიკურ სფეროებს მოიცავს. მაგრამ სამხედრო სფერო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ისრაელური კომპანიები თავიანთ სამხედრო ტექნიკას მაროკოში ცდიან. და ეს კარგი ამბავია მაროკოსთვის, კარგი ამბავია ისრაელისთვის და ასევე კარგი ამბავია შეერთებული შტატებისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობა იქნება. ეხლა თქვენ ამბობთ, რომ ყველგან კარგი ამბებია, მაგრამ ვიცით, რომ მაროკო, რა თქმა უნდა, არ არის ჩართული მიმდინარე ირანის კონფლიქტში, მაგრამ არსებობს თუ არა რაიმე შიში ან უფრო მაღალი რისკი იმისა, რომ შეიძლება ჩაითრიონ თუ ამ ეტაპზე ძალიან დაახლოვდება აშშ-სა და ისრაელთან. კარგი, ვფიქრობ, მაროკო ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ძალიან დაახლოვდა. 2020 წლიდან აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ. და ეს ყველა მიცის. მაროკომ ისრაელს ომის დროს დახმარება გაუწია. იყო გემები, რომლებიც მაროკოს პორტებში იდგა და იმ ომის დროს კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ყველა მიცის. და ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ მაროკო, ისრაელი და შეერთებული შტატები სამხედრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც კარგია ამ სამი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე კარგია რეგიონისთვისაც. კარგი, მოჰამედი, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. სიამოვნებით.